ოპოზიციური პარტიების დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების ახალი სერია ამჯერად ლევან ხაბეიშვილმა წამოიწყო და მიზანში გიორგი გახარიას პარტია ამოიღო. ხაბეიშვილი გახარიას გუნდს საპარლამენტო მანდატების დატოვებასა და გაერთიანებისკენ მოუწოდებს. პარალელურად კი ყოფილ პრემიერს უკანონო თანხების მითვისებაში ადანაშაულებს. ჩვენ ყველას ვეძახოთ და ვეფეროთ რა თქვენ ჭირიმეთ 13 წელია ჩვენ კისერზე წისქვილის ქვა დატრიალდა თქვენ აგერ 2 დღეა ოპოზიციაში ხართ მოდი ერთიანები იყო და იმათმა ქვა და ტალახი გვესრონ არ გამოვა ჯიგრებო ეგრე რატო არ ტოვებენ პარლამენტს თუ არალეგიტიმურია ხო საპოლიტიკურმა პარტიამ დატოვა რაღაცა ფინანსებზე ბუტბუტებენ მაგათმა რო ფული მოიპარეს ისეთი უნდა ქართულ ოცნებასთან ერთად ვისაც დღეს ერთიანობა არ უნდა ის არის ბიძინა ივანიშვილის კარის ოპოზიციონერი ხაბეიშვილის ამ განცხადებას უინტერესოს უწოდებენ გახარიას გუნდში და განსხვავებული აზრის მიუღებლობას ნაციონალური მოძრაობის ხელწერად აფასებენ. ბექა ლილუაშვილის თქმით, ლევან ხაბეიშვილის მცდელობების მიუხედავად ნაციონალური მოძრაობა და გახარია საქართველოსთვის ერთი პარტია არასდროს იქნება. ხაბეიშვილი რაღაცას აბუტბუტდება გახარიაზე, ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის. ვერც ხაბეიშვილი და ვერც ვერავინ ამ ქვეყანაში ჩვენ საქართველოს მოქალაქეების და ჩვენი მხარდამჭერების გარდა ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგს ვერ შეგვიძლია. მით უმეტეს ვიღაც ხაბეიშვილი. ნებავთ მანდატებთან დაკავშირებით, ნებავთ რაღაც ქართული ოცნებიდან ფულის აღებასთან დაკავშირებით. ეს არის ყველაფერი მხოლოდ იმის მაჩვენებელი, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა დგას სწორ ადგილას და მხოლოდ ხალხის და ამორჩევის ინტერესებს ექვემდებარება. თვითმმართველობის არჩევნებამდე 6 თვით ადრე ოპოზიცია ისევ ერთმანეთს ებრძვის. ვერ შემდგარი ერთობის ფონზე კი არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ, თუმცა ამტკიცებენ, რომ ამის მიზეზი არა მარცხის შიში, არამედ მოქმედი კანონი და საარჩევნო ადმინისტრაციაა. ხისტად უნდა ჩავკეტოთ ეს კარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების. უნდა თქვათ, არა მეწავალ ამაზე ერთადერთ შემთხვევაში თუ გარანტიას დავინახავ რომ ნიკა მელია მოიგებს მერის არჩევნებს ადგილობრივს და საპარლამენტო არჩევნებს მოიგებს გაერთიანებული ოპოზიცია. ოპოზიციის მტკიცების მმართველ გუნდს არ სჯერა. დარწმუნებულები არიან, რომ ისინი პოზიციას ისევე შეიცვლიან, როგორც ამას მათივე უცხოელი პარტნიორები ეტყვიან. პარტიებს შორის დაპირისპირებასაც გარე პარტნიორების უგეგმობით ხსნიან. ეს არის საკუთარი თავის გამართლება, საკუთარი უუნარობის გამართლება საზოგადოების თვალწინ და მეტი არაფერი, ახლა მათი გაერთიანება თუ დაყოფა, შედეგობრივად ერთის მანიშნებელია, ანუ ეს ერთი არის 0. ცოტა აიშვა ახლა ოპოზიცია, მათი პატრონებისგან საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მოსულა. საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებას ერთმანეთსაც კი არ აძლევენ და ანუ უბრუნდებიან იმ რეჟიმს, როდესაც უკანასკნელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ ერთმანეთს. გონია რომ მაინც მიიღებენ მონაწილეობას, ყველა თუ არა უმრავლესობა პარტიისა, რადიკალებისა მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში და უბრალოდ ელოდებიან ახალ მესიჯს თავისი პატრონებისგან. ეს მესიჯი იქნება, რომ იცი რა, ვეღარ გაფინანსებთ, ასე მიხედეთ თქვენ თავს, იმიტომ რომ გაშიფრულები ვართ. ესეთი იქნება და შემდეგ მე ვის დარჩება პოლიტიკაში არ ვიცი რის იმედად, მაგრამ ვიღაცას ექნება სურვილი მიიღონ მონაწილეობა ჩვენთვის. გზა ყველასთვის არის ხსნილი. ერთგვარი შანტაჟი იყოს სხვა პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში, რომ ან ერთიანად გადაწყვიტონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ან ერთიანად არ გადაწყვიტონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ეს როგორც ჩანს შიდა პარტიული თუ შიდა ოპოზიციური გარჩევების და ტაქტიკის ნაწილია, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ქართული ოცნება მზად არის ოპოზიციასთან საარჩევნო პროცესებში ჩართვისათვის, დებატებისთვის. გიორგი გახარიამდე ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარის სამიზნედ სალომე ზურაბიშვილი იქცა. ოპოზიციური პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ყოფილ პრეზიდენტს მოქმედების მეთოდები დაუწუნა და შედეგის დასადებად ზურაბიშვილსაც და დანარჩენ პარტიებსაც დრო 31 მარტამდე მისცა.